უკრაინაში ნახე რა ასაკეთებენ დღეს. წმინდა წერილებში, მამათა გადმოცემებში, წმინდა ინგლისში ასე სხვადასხვა მამების პირდაპირ გაფრთხილებებში გვწერია, რომ ეკუმენიზმი ჯერ აიღოთ არის ერესთა ერესი და თან ერთადერთი ერესიც კი, რომელიც დედა ეკლესია შეიქმნება, ეს არის უზარმაზარი ცოდვა, რომელსაც მოწამეობრივი სისხლი ვერ ჩამობაც მას. არის საქართველოს ქრესტომატიაში ვნახე მე ერთხელ ღვთისმშობლის დედის მიმოსვლა ჯოჯოხეთში. და ერთი ადგილი არის ასეთი რამ, რომ როდესაც ღვთისმშობელ დედას აჩვენებენ ჯოჯოხეთის სატანჯულ ადგილებს, ერთ-ერთი ადგილი, სადაც იხილა ღვთისმშობელი, უცბად შეწუხდება ეს რა არის ასე საზარელი ადგილიო და უფალო შეეწიეო და გახსენიო. და უცბად თავარანგელოზი მივარდება და გახსნიან ამგეს. შებოჭილებს ესე ტანჯვაშია და მე ღვთისმშობელი ეუბნება, ვინ არიანო ესენიო? ესენი არიან ღვთისმშობელო, რომელიც დედა ეკლესიას აღუდგენდა სქიზმაში და სექტიმგეში ჩააგდენ ხალხიო. განდგომილებაშიო. ეკლესიის მაგინებელსო არაზოს არეპატიოზო დაეშეკარითო. ესე იგი წარმოიდგინე აი ამ ჯოჯოხეთურო ყველაზე დიდ უმძიმეს ცოდვას აგდებენ დღეს უკრაინას. ეს კაცი რომ თვითმარქვია ამპარტავანი, თვითმაპატიოს ასაკი ამაკ ნიშნული არაა, ის უკვე არაკეთილი სულია. კაცი რომელიც თავის ამბიციებისგან, რომელიც მიემსგავსა იმ ქერუბიმ ანგელოს, რომელმაც თავის ამპარტავანად განუდგა ღმერთს, რომელსაც აი ჩვენ გუშინ ვსაუბრობთ მაგაზე. და მისი ამბიციებით ის კი არა რომ მისი ამპარტავნობა, მისი თავხედობა გამოეშკარავებია ანგელოზებს წინაშე და ეთქვა რომ მე მართლა შევცვი თვისინაში, არამედ ზაგვარმა მზაკრობა დაიწყო და 1/13 ანგელოზს დააცვნა. ეს პატარა კი არა, ხო ხედავ, ანგელოზები აცვნა. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ამ ფილარში მისი ორატულმა ნიჭმა კი არა, ის დაცემული ანგელოზები, რომელიც დორბლით აქვს ადამიანთა მიმართ ზიზღში. სწორედ ანტიქრისტეს პროცესი ზუსტად ესაა, ჩემო ხალხო, რომ და ეს ბეჭეთა დასვა, რომ მასიური დევნას ახორციელებენ. ეს უკვე ანტიქრისტეს ძალები და რომ არ გამოჩნდეს და არ დაინახონ ადამიანმა, ვითომდაც პატრიოტული სულით ფილარეტის და მისი აი ამ რა ვიცი, ავაზაკთა ბანდა ქვია მას, სხვა მე მას ვერ დავარქმევ. უნდათ რომ დაგესლონ და დატვირთონ უკრაინა. მართლმადიდებელი. ეხლა მე მქონდა ასეთი სიტუაცია, რომ ერთ-ერთმა მითხრა ისინი იბრძენ თავის სამშობლოს და რა არის ამაში ცუდიო? ცუდი ის არის, რომ სქიზმაა ეს განდგომა, ეს წვალებლობა, ესა თვით თავხედობა დედა ეკლესიის ღვთისინაში. და ეს თუნდაც აი რაენა თუნდაც სლავურ ენაზედაც რო დარჩენილიყვნენ ისინი. წვალებლობა ენა კი არ სვლის მას. ესა სიმახინჯე. მე ერთმა მითხრა, რატო არ შეიძლება არ შეეწერა, უკრაინულ ენაზე რო ილოცონო მაგალითად, რა მანდამე საშუაშია სლავურ, ჯერ უთხარ შენ უბრალო სლავი ეკლესიის ისტორია არის ეს ასეთ ადამიანი რო ამბობს, იმიტომ რომ სლავები ჩემო ხალხო, როგორც ჩვენ ქართველები, საქართველოს რო იყო დაქუცმაცებული, იცი რამ გაერთიანა, სადაცო ჟამის წირვა მუნ აღესრულება ქართველენ მუნარს საქართველოს. ამიტომ სადაც საქართველოს კუთხეებში არა მარტო იმ დაუშვათ ქართლი კახეთი იმერეთი, არამედ აფხაზეთში და ყველგან სადაც ჟამის წირვა აღესრულებოდა, ესე იგი სვანეთში, სამეგრელოში და აფხაზეთში და სადაც აღესრულებოდა ჟამის წირვა, ის იყო საქართველოს და ამან გაერთიანა. მართალია ჩვენ ბევრნი ვერ კითხულობენ ხუცურს, იმიტომ ჩვენი ეკლესიური დამწერლობა ხუცურია კაცო. როგორც მათი სლავური. მაგრამ თანამედროვე ენით ლოცულობენ სახში, მაგრამ არ ვამბობ ჩვენ რომ ის არ შეიწირება. როგორ არ გეკადრება, ის შეიწირება, მაგრამ უნჯობესია და ეკლესიის სწორედ ძირძველი ლაზარესეული ენა ეს არის შემონახული დედა ეკლესიაში. ხო და ეს ლაური ენა ეს არის შემოხალხო არა მარტო უკრაინელებისა. ესა ყველა სლავი ენისა და ესა უვიცობა და თავხედობა და სიცბიერე ეშმაკისა, რომელიც უნდა რომ ადამიანები მოატყლონ და ზოგიერთსაც უნდა რომ მოიტყლონ თავი. იმიტომ რომ არაკეთილია თქმა სული და მით უმეტეს სამდულო დასაც. და არ უნდა დაინახონ. აი სად არის რეალობა. წარმოიდგინეთ თქვენ უკრაინაში, იმიტომ რომ სლავები ესენი არიან. რუსებში, ბელარუსებში, მართლმადიდებელი პოლონელები, იტო სლავები და სერბეთში.
ყველგან ძველი სლავური ენით ადიდებენ ღმერთს. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სერბი რომ მაგალითად თავის ენაზედაც რომ ილოცოს სახში, რომ იმას ეკლესია მოუწოდებს, რომ არ ილოცოს, ან უკრაინელი როცა თავის უკრაინელს რომ არ ყოფილა არასდროს შემთხვევა რომ მოიწოდოს, მაგრამ სწორედ ესაა პოლიტიკური სიმახინჯე ჩემო ხალხო. რომ როგორც ჩვენთან შექმნენ ადამიანთა სახეები და რომელიც მერე მოამომუშაკებიან და მომოქმედებენ და ამიტომ ყოველი კაციც რო არის და სიმახინჯე ადამიანისა რა მხარეები წამოწიენ და ისევე ამასონისუნ ზალებმა და შეაზიზღენ ხალხ თავისი პრესით, თავისი ტელევიზიით. ასე რომ დღეს იმ კრემლის ხელი, რომელსაც ნამდვილად მიუღებელია და მე ვეთანხმები ყველას რომ მიუღებ, იმიტომ რომ თვითონ კრემლის მიერა დაპყრობილი, ამ მასონისტების მიერა დაპყრობილი, იმიტომ რომ მე რუსეთის კრემლზე არ გეუბნები, მართლმადიდებლურ კრემლზე, რომელიც თავიდან შექმნა, არა, მე გეუბნები დღევანდელ დაპყრობილ, რომელიც დაიპყრნენ. რომ ამ გენის მიერა თვითონ დაღდასმული და დატვირთული საწყალი რუსეთი თქვენ ვერ წარმოიდგენთ რანაირ დროები დაუდგება რუსეთში. დედა მატრონა ამბობს რომ უკრაინა კიდო არაფერი, დედა მატრონა ამბობს რომ ისეთი დღეები დაგედგებათო მეწოდებითო. ივანე კროშტანტელი, სერაფის საროველის ხილვაში რო ეცხადება კიდო და სხვა იმგენში ნახეთ როგორა მოკლულთა გორებს იხილავთო. აი ესეთი დროები უნდა დაუყენონ ამ ძალებმა. იმიტომ რომ ისინი ვერ იტანებენ დედა ეკლესია და ჩვენი უგნურება ის არის და არასორი ხედვა ზუსტად სამღვდელო დასისა. ყველაზე მეტი გულსატკენ ის არის რომ როცა შენ ძმას გიგინებენ და შენ მართლმადიდებლობას ებრძვიან იქ წვალებლობას შენი ძმებს რომ გამოყრიან ეკლესიიდან დღეს რომ ნახოთ დოკუმენტური მასალები იტირებთ ჩემო ხალხო რომ როგორ ტირიან დედები და რასოშობიან მღვდლებს როგორ აი მოიტაცენ ხო გითხარით მე გუშინ თორნიკემ დაგვერეკა ორი მღვდელი მის სოფელში უკრაინაში არიან წასული მისულთან ერთად ორი მღვდელი მოიპარენ სოფლიდან ვიღაც ძალებმა მანქანე დაულეწენ ეს მღვდლები დაალეწენ ისეთ ცემენ და გადააგდნენ მის ოჯახებში და ეს ბრძოლები მიდის სადა დაშინებ რომ ეკლესიები ყველა ამ წვალებულ ზაგუშინ წინ პოლონეთში დაკეტენ მართლმადიდებლთა ეკლესია იქ ხოს რუსები არ არიან რატომ დაკეტენ რომ ამ წვალებლობას გადაცენ თუმ მართ რაშუაშია პოლონეთის ის ყოველთვის იურისდიქცია შედიოდა რუსეთთან კაცო მოსკოვის მართლმადიდებელ ეკლესიაში შედა კრემლის რუსეთზე კი არ გაუნებით მე თქვენ მაგრამ ეს არის სუდი რომ უგნურება როცა შენ ძმას აგინებენ შენს გაგინებენ და ამას ვერ ხვდებიან დღეს მაგრამ მავანი ძალიან ხვდები იმიტომ რომ სადაც პატრიარქს აგინებენ და პატრიარქს ეუბნებიან გადადექი და ასეთ რაღაცები და თავხედობენ გასაკვირიც არ არის რომ ისეთ მღვდელმთავრებს რომელსაც უყვარს დედა ეკლესია და პატრიარქი აი ასეთებსაც რომ ცილი დასწამონ გამიგე ეს გასაკვირი არა ჩემ ხოლ მაგრამ მათი საქმეები მათი საქმეები იქნება გამიგე უმაი ერთ-ერთი იმაში სერია წმინდა ლავრენტის ამბავზე ერთ-ერთი აი მამა ფილიპეს იმაში გამოცხადების სერია რომ ვიხილეოს სამდოლო დასი არ ზოგიერთ ძალებზე რომელიც ვითაცა ძაღლი უყიფენო პატრიარქს პატრიარქი მას არ მიჩერებდა და თავის საქმეს აკეთებსო და ვაი მათო უმჯობესი იყო არ დაბადებულიყვნენ რა უნდა გავგვიგებდეთ ჩემო ხალხო ჩვენ დაუშვათ რომ თვითონ გვეუბნება ჩვენ წმინდა წერილი ასეთ რამეს მოსეს ტახტზე დააჯდემ წიგნობარ და ფარისევლი ანუ ძველი აღთმის ტახტი წიგნობარება და ფარისევლებმა დაიპყრენ მოგამიგეთ და მათმა ღვთის მოძღვრებას გადავიდნენ და თავიანთი მოძღვრება მისცენ იუდეველებს და ამიტომ ეკლესია თითქმის დაამხვენ და ერთეული ხოხედა ნიკოდომოსი და არიმათიელი და ესენი გამოიყვნენ შემორჩენილი მეტი თითქმის ეკლესიაში საღი აზროვნება არ არსებობდა იქ და უბრალო ადამიანში იყო სულისკვეთება შემონახული და ამიტომ ღმერთმა ჯერ წარმართა ხელით ამხილა იუდეველთა მეფე იქაც თვითმარქვია მოპარული იროდი იმიტომ რომ ეს არ იყო კანონიური მეფე და წარმართები მიიყვანა და მისი სიბრით იუდეველთა მეფეები შეარცხვინა და მაგრამ ებრაელებზე წინ მაინც არ დააყენა უბრალო ადამიანების ბაგებით უფალმა აუწყარო სამების ერთი წევრი განცხადა და ახლა ჯვარცმის დროს ნახეთ რა გააკეთენ ამგენმა აი ესა გაუკმართული ადამიანთა რომელიც თავის ამბიციებს შეყვარებულები არის მაგრამ მათ ავიწყდება რომ ძველი აღთქმის ეკლესია არ არის
ესა კალდეზაზე და აშენებული ეკლესია, რომელსაც ჭენი ჯოჯოხეთსა ვერ მოერევიან მას. და ესა ამგეს დაამხობს უფალი. მოვა დრო და აქაც სანამდე იქ დაიჟებოდა, აქაც შეარწყვეს. მაგრამ ნახე რა ხდება, აი ამ ნაშიერთა რომელსაც დღეს ეკლესიას ებრძვიან რა ხდებოდა იქაც უნდაც. ყველაზე ბოლო წერტილი ხო ჯვარზე გააკვნენ უფალი. თავისით მოიფხან რაღაც, მაგრამ ბოლოს რო ყარაულებრივ დაუყენო იმხელა წვერიღო რომ თქვენ რო ამაზე წერია უნდა აღდგესო. დაუყენენ მოწაფეები და მოწაფეები რომელიც თავისი დაუყენენ არა რომაელები და ვიღაც სხვა. და ისინი რომ მივიდნენ ამ უდემთავრებთან და უთხრა რომ სასწაული მოხდა მიწა იძრო და მიწის აი როდესაც იძრავ და შევიდნენ და ვერსად ვერ ნახო გამირო ნამდვილად აღდგაო ალბათო. და მათმა დიდძალი თანხა მისცენ და უთხრენ რომ ტყვილის თქვი და ჩვენს დაგიმოს ვითომ რომ მოვიდენო ქრისტიანები და მოიტაცენო გვამი მისიო და დიდძალი ტყვილში დიდძალი თანხაც გადაიხადა. ასია დღესაც შემოხალხო ტყვილში დიდძალ თანხას უხდიან ამ ძალებს და ამიტომ რო შეხედო ყველა საწოდავებს ერთი და იგივე ხელწერა იმის ტვინი არა აქვს რომ ერთმა ერთი რო თქვას მეორემ სხვა თქვას. პატარა ცხირმოუხოცავი ბავშვი რო გაყავთ აგენტურა შემოგდებული ისიც იმას ამბობს და სამარცხვინო არის რომ ძუდი ერარქში რო არის ადამიანს შესული იმაც იმას ამბობს. ხო შეიძლება რაღაც განსხვავება არა იმიტომ რომ ესაა ცუდი რომ რობოტიზაცია გადის ადამიანში იმიტომ რომ ადამიანს შე როდესაც რაღაცაში გიჭერს ეშმაკი ეშმაკმა ეს ასე იცის მე თმა დავგვიფაროს კი ცოდული ვარ მაგრამ არსებობს ეგლესია კაცო განიწმინდა რა არის ისეთი ცოდა რომელიც ღვთის კაცმოყვარეობას აღემატება კაცო და ეშმაკმა ასე იცის ამიტომ იყოოგასო წინა პერიოდებში რომ ადამიანები მისი აგენტურა რო გაიხადა და რაღაც აზრობა ბოდიში და ზოგს მამათ მავლობ ცოდვაში აგდებს ზოგს ეს შემოტანილი შემოგდებული მზაკრობა. ასია უცხოეთში თუ გინდა ისე ჩაეწერო პირდაპირ არავითარი ფული და რამე არის თუ ჰომოსექსუალისტების და ამგენის აი იმ კლუბებში გაწევრიანდება თურმე ქართველი ადამიანები კაცი მე რაც მომიყვენ ხო და ამ უზნეობაში რაღაც კავშირი დაიჭერებენ ერთი პროცესის რომ მოხდეს ის დამთავრებული იმ წუთში ჩაწერენ და მიიღებენ. ასე ეს იდეოლოგია შემოიტანენ ანტიქრისტის დღეს. და ამით რომ დაიჭერენ ამ ძალებს მერე კაცობა რომ არ გააჩნია და მე მინახი ასეთი ადამიანი. ღმერთმა იცის ისე ჩემს შვილებს ხორციელს და სულიერს გამარჯობა რამდენის მას უთქვია რო ჩავარდა და მივედა უთხარი ხა სახელს როგორ ვიტყვი მე ეს შენ დაწერე მეთქი მამაო მეთქი არ დამიწერია ილიკო შენ თუ არ დაგიწერია მეთქი მაშინ ეს რა არის ეკლესიის წინააღმდეგ როგორ იმაშობი ამ სტატიებს მეთქი ჯო რა ვქნაო წერენო ილიკო ესენიო და ჯო მაშინ მე უთხარი მოდი მოვიტან ვიდეოს რაღაცა და დაეთქვი შენ რო შენ არ დაგიწერია და ეთქვი შენ ხო არ გასულელდიო მიწასთან გამასწორებენო მომკლავენო ესენიო ბუჯო რამ ხელა საწოდაობა ჯო ეს აგერ მოკლავს ხორციელად მაგრამ გვირგვინს დაგადგამენ თავზე და აქ შეიძლება ვიცომდაც მაგრამ სად გაიქცევი სიკვდილს და მე იქ ხო სამუდამოდ გადადიხარ ეს ხო ჩვენი უგნურება ეს სიბრმავია ადამიანის ეს წინ დაუხედებლობა ეს არის რა გითხრა ამას ბუჯო უფალმას თქვა ამას სოფლის მთავარი მოდისო და რომელსაც არ აქვს ჩემთანო და ამას სოფლის მთავარიო უკვე დაცემული არისო ამას სოფლის მთავარი უკვე გვაჩენოსო მისი საბოლოო აი წინასწარმეტყველო არის ჯოჯოხეთი გვეუბნება მეორთ მოსვლა რა ჩემო ხალხო განჟა ცხოველთა გვეუბნება ღმერთი რომ ნუ გეშინიაო ვინცო რაო ხორცს კლავსო არამედ გეშინოდეს მისი ვინც სულს ეხებაო და მისი მოკვდინება შეუძლიაო ამიტომ ჩვენ უნდა გვეშინოდეს ჩემო ხალხო ცოდვისა რომელიც სულს აკვდინებს ამიტომ რომელიც თვითონ აკვდინებს იმიტომ აქაც ღმერთი კი არ კლავს ადამიანს არამედ შენ თვითონ იკლავ თავს საწყალი სულიერად და ღმერთს ლაჩარი ადამიანი არა ვაშკაცი ადამიანი გამცემი არ უნდა არა მარტო ღმერთს დადგება დრო ჩემო ხალხო როდესაც ამ მასონისტებს აზროვნება გაიხსნება ღვთისგან დადგება დრო აი მაშინ დაიწყება ეკლესიის განწმენდა დღეს რომ მავანიძახ სად არის მაშინ თუ რაღაცა ხდება თუნდაც სადმე პროცესში დადგება დრო ჩემო ხალხო როდესაც თვითონ ღვთისმშობლის მადლი მოაქცევს მასონისტებს
თვითონვე ამ დოსიებს, რომელსაც თვითონ მასონისებს და ამ ძალებსაც თქვენ რა გონია, რა უშიშროებაში და პოლიტიკაშიდაც არ არის ზოგიერთი ვაჟკაცი ადამიანები? არიან ჩემო ხალხო, მაგრამ ერთეულები, მაგრამ ისინი რომ არ იყვნენ კიდევ არეს დაატრიალებდნენ და აი ასეთი ადამიანებს და თუნდაც მილიციაში მუშაკებიც, რომელსაც თავის სულისკვეთება და მიხვდებიან და გაინათება დგონება თუ როგორ ატყულებდათ მას ამერიკული და სხვა მასონისტები და როგორ დააჯიჯგნიან თავის სამშობლო. მე ესენი თვითონ გამოიტანენ ყველა დოსიას და ეკლესიაში დადებენ და მაშვინ ხმასაც ვერ ამოიღებენ. ისე მოხდება ეკლესიის განწმენდა. თორემ ეხლა რომ დაიწყოს, ეხლა ეკლესიას დააგიყოფიან. რამოდენიმე გაგიხსნა ეს არ შეიძლება საქართველოში. ამიტომ ამას ხედავ ჩვენი სიბრძნე, ჩვენი პატრიარქი და ამიტომ არის რომ ეს ისეთი კლიმატია არ შეიძლება შემოხატო. არავითარ პირიქით მათ უნდათ რომ ატეხონ არეულობა 1000 მე გუშინ წილევდა ცილი დამწამა ერთმა აი რა ვარც კი ვიქადაგე წინა იმაზე და კათოლიკე გამომიყვანა თურმე მე ვარ მწვალებელი კათოლიკე მაგრამ იმას ეგონა მე ავტეხავდი კივილ-წივილს არა მომიღია კივილ-წივილი ხმაც არა მომიღია იმიტომ წერია რაჟამ დევნიდნენ და ყვედრიდნენ ხო გახსოვს ჩემი სახელ მაშვინ გიხაროდენო ამიტომ ის ინტერნეტში რო გადახედავ არა მარტო რომელიმე მღვდელმთავარს მე მაგალითად არა მეუფეცმენო მე მინახავს და მომისმენი იმიტომ რომ მეუფე კალესადეს გორშოღო ვერ წარმოვიდგენ იმ ხელამ ზაკრობით უმზაკრობ და იმნაირ რამეს გაიგონებდი რომ გასრულდებოდი ხოდა ასეთი არიან ჩვენი ჭეშმარიტი მღვდელმთავრები და ნახე რა ხდება იმ ძალებს რომელსაც სწორედ უნდათ რომ პატრიარქი აი ვერ ისვენებენ მის მიმარს ხო დაუშვათ დედა ეკლესიის მას ვერ იტანებენ ისეთ მღვდელმთავრებს რომელიც ზუსტად ჩვენი პატრიარქის ფრთათა ქვეშ არის შესული ამიტომ გვინდა ჩვენ ლოცვა შემოხალხო რომ აი ხო ხედავ აპოკალიფსის ადგილზე დაწერია რომ მიწამ გააღო მიწა ნიშნავს რომ მიწაზე აღულელი ლოცვები ამიტომ ჩვენ უნდა ვეცადოთ რომ შემოვიღოთ აქ კანონები ისევე გავაძლიეროთ და ვილოცოთ ვევედროთ ღმერთს რომ უკრაინაში და თქვენ არ იფიქროთ ეს უბრალოდ რამე იყოს რომ უკრაინაში და თქვენ ერთობლივ ლოცვა ძალიან ეშინია ეშმაკს რომ ჩვენ ვილოცოთ რათა ღმერთმა აი უკრაინაში დედა ეკლესიის აი ეს მესოვრები გააძლიერონ რათა დანარჩენ ამ twin გაყინულებ ზოგიერთ პოლიტიკოს გაინათოს და იმას კი არ გონებ თეთრი და შავი დანახვის უნარი იმას კი არ გონებ გინდა თუ არის აი ერთ-ერთი მეუბნება მე ასეთ რამეს კი მაგრამ რატოს თქვაო ემანო ეუფე სპირიდონმაო იქ რომ რუსეთმა უნდა ბიჭო ჯერ გამეცინა ნუ ვითომ დაპრობაზეო ჯერთ მე მის ხადაგებაში დაპრობა სიტყვა არ მომიუთხა შენ ეგეთობა არ მოგისმენია ანუ ვიღაცამ ჭორის დონეზე გითხრა არო მოვისმინე თუ მოვისმინე კარგად ვერ მოგისმენია მეთქი ადექი შენ რამოდენიმე აი მამაილარიონ მეთქა სამჯენ ვიყურე ესე იგი და სამივეჯენ დაუკვდი არსად არ ამბობს მეუფე რომ რუსეთმა უნდა დაიპყროს იქ წერია რომ რას ამბობს მღვდელმთავარ დაუშვათ რომ წინასწარ მეტყოლობაში წერია რომ ბოლო ჟამს რუსები პოლონეგენი რა ქვია ბელარუსები და უკრაინელები გაერთიანდებიან გაერთიანებაში დაპყრობა საწერია ჩემო გარკვეულ კაცო იქ არის თავის ნებებელობით გაერთიანდებიან და რას ქვია ეს ღმერთი აერთიანებს ეშმაკი ჰყოფს ახლა ვნახოთ როგორ იყვნენ სინამდვილეში აი წმინდა ლავრენტი ჩერნიგოვი და სხვა დიდი მამები ამბობენ როგორ სამება არ შეიძლება განყოფაო ასი არ შეიძლება უკრაინელებისო ბელორუსების და რუსების განყოფაო და ვინც მოინდომებს როგორც დოგმატის განყოფს მოინდო ისე დაიჟებიანო ეს ჩემი აზრი კი არა ამ მამებსაც გეუბნებით კაცო და ამიტომ როცა მოვა დრო და სწორედ კეუპეჩორელი მამების ლოცვის შედეგად განკარდება ეს დიდი ბოროტება და პატარა გაიხსნება და ეს ჯადო როგორც დედა მატრონა ამბობს რომ მეწოდებითო ჯადო არისო თქვენ თავზეო გონება აშლილობა გაქვთო ვერ ხედავენ და მასათ არიან ცეული რა გიკვირ შემოხალხო არა მარტო უკრაინაში და ბელარუსში და საქართველოში რუსეთშიდაც მასიური გრევები იყო ეკლესიების ტროცკისტების ამგეს იდეოლოგიით და ამას თვითონ ის ადამიანები აკეთებდნენ რომლებიც წინაპრებმა აღაშენენ ეკლესია და რომელიც წინაპრები სწორედ თავს წირავდნენ დედა ეკლესიისათვის და ესა გონება არეული ადამიანთასა რომელიც
რბოდ მომართე, რომელთან სულიწმის მადლი არ იყო და ერთის ნაცვლად 7 ეშმაკი მივიდა მასა. და ამიტომ თუ შენ მოისმენ ადამიანი ღვთის ნებას იმისა, რომ ესენი გაერთიანებენ ერთნებობებში და ერთ სახელმწიფოს შექმნიან, უფრო მეტად არ უნდა გიხაროდეს და შენი პოლიტიკური სიმახინჯით შენ თუ დგები, მე კი არ მიდგები და ან მდელთავარს რომელიმეს და თუნდაც წმინდანს, არამედ სულიწმინდის წინაშე არ მიდიხარ, იმიტომ რომ ღმერთმა თქვა იმის ბაგეებით, აი ეს უგუნურება არ არის ჩვენი კაცო. მე მქონდა ეგ რომ ჩვენ რო უბრალოდ გვესმოდეთ ჩვენ მოხალხო ძველი სლავური ისტორია, მიხა დიდი ისტორია, მაგრამ მე მახსოვს რომ მასწავლინე რომ უკრაინა, რუსეთი, ბელარუსია, პოლონეთი და ეგენი ერთი სახელმწიფო იყო კაცო. პოლონეთი გამოიღო უკვე ხო გახსოვს რომ კათოლიკობისკენ რო გადაიხარენ ამის გამო გამოიღო. დაანჩენი ეს ეხლა კი არ ყო ეს დაიყო შემდგომ პერიოდში და ეს პროცესები და ეს ეგენი თუ შეხედავთ ისტორიაში თვითონ მიხვდებით ვინ და რა პროცესმა დაყო ეს. როგორც საქართველოში რამ დაყო? ოდითგანვე ერთი ვიყავთ ქართველები ხო, მაგრამ რამ დაყო? პირადული ამბიციებმა, თავადებისა და გაუკმართებული უხთო ადამიანებისა. და რო გაერთიანდა საქართველოს დაუშვათ. ცუდია ჩემო ხალხო, ცუდია ჩვენ თუ ვიტყვით ეს და ხვალ რომ ღმერთმა ინებოზე მე მწამს რომ აფხაზეთი მისი ნებებლოდ არა ომი და ამაზე არა ლაპარაკი ღმერთმა დავიფარო რაც მოხდა ესეც ტრაგედია ღვთის ნებით როცა აფხაზი ადამიანებს გამოყავს თავისუფლ გამოთქვას თავისუფლზე იტყვის რომ ჩვენ გვინდა საქართველოს კვლავ დაუბრუნდეთ ესაა ცუდი თუ მაგალითად ხელახლა მოხდება ესაა ცუდი და ამაზე უნდა აკილდე და თუ აკილდები ვინ ახარ შენ ხოდა ამიტომ არის რომ გააგიკვირდება ჩემო ხალხო რომ ეს არის ვიღაც მასა მცირემა რომელიც ამ მასას ამუშავე მე მახსოვს ერთ-ერთი რამე რომ უშიშროების იმაზე იყო ფილმი რაღაცა და თვითონ უშიშროების ხალხს შეკრიბავდნენ ქალიან კაციან ყველაზე ყველა დაავალებდნენ აი ასე გააკეთებთ ესენი მიდიოდნენ და ისე ამბობდნენ ესე იგი ერთის მართულ და ისინი კიდევ ამ ჭორს ამ რაღაცას ავცელებდნენ და თვითონ არის ასე ჭორთა გამორჩოლებელი ბიურო აქვს თავისი ხო და ხონდა შეგწეს კაცო ბოლოს ქართველი ხო ხარ ბოლოს სამშობლო ხო უნდა ბოლოს და ვის უხარიეს ყველა მწვალებელს და ყველა არა მართლმადიდებელს უნდა რაც ხდება უკრაინაში აქაც დატრიალდეს ეს გამიგე ეს სხვა რამე არა ჩემი ხო ეს პატარა კი არა აი ჩემი თქო უნდა იქნება თქვენ აი ჩვენ დავდებით ინტერნეტში ეს ვიდეო მასალები და ნახე არა რუს ადამიანებს ლაპარაკ მართლმადიდებლობას როგორ დევდნენ თვით ჯურები ნიშები რო იყო ჯურები აი მოტეხენ და დაწვენ ივერის ყოლაწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ახალი აი ესე რომ დიდად გული უყვავათ მაგე ჩვენზე დაბომბენ მიწასთან გაასწორენ ღვთისმშობლის ჩვენი ქართული ეკლესია იქ სადა არავითარი ბაზა არავითარი რამე იყო რატომ საიდან ხოდა ხო უნდა შეხედო კაცო ამიტომ არის რომ თქვენ ზეცადეთ ჩემო ხალხო რომ თქვენი ნებებელობა გამოხატეთ ღვთისინაში აღმერთი ყველა ადამიანს უსმენს. ავიცი, ბევრი შეიძლება ისაუბროს ადამიანმა, რამე შეკითხვები ხომ არა გაქვთ ამის შესახებ. რატო არ დევნიან, მამა, ან რატო არ აცხადებენ საპატრიარქოს მხრიდან, რომ არიან ასეთი ადამიანები და არა გამოაშკარავებენ ეს ადამიანები. ვის საპატრიარქოს მხრიდან ამის? ნუ არის მღვდელმთავრები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან. ჩემო ზაზა, მე გითხარით ახლა აქ ადაგებაში, რომ ყველაფერს აქვს თავისი დრო, თავისი პროცესი. პატრიარქი ეს არა პატარა ისეთი ადამიანი რომ ატოკდეს და წინარ გაიხედოს. ეხლა პირიქით მავან თუნდა რომ ეკლესიაში აი ამ აპოკალიფსურ პერიოდში რაღაც პროცესი ატყდეს. პატრიარქი ჩვენ შეიძლება არ ვიცი და არა მარტო პატრიარქი, მე ძალიან ბევრად უფრო ხედავ, მაგალითად ჩემ მეუფე კალისატეს, ხო? თუ მის ხელში ვარ აგერ გაზელი და თითქმის აქ. აი როგორც ახლა შევხედეთ ინტერნეტში მეუფე სპირიტონს როგორ ებრძვიან, არა ესენი თვით მუსლიმანები დაგენი ზოგიერთ ძალები ვერ იტანებენ და მოკლას და ეს პირდაპირ გეგმაში ეგრე მოკლან რამებრად ასეთი ღვთისმთავრები. ხო. ამიტომ ამ მავანთა პროცესები და უშუალოდ ღვთისმთავართა მოთმინება, ესე იგი იმგენის ისა და ღვთისმთავართა მოთმინება სწორედ იმიტომ არის, რომ ისინი უფრთხილდებიან თერდე ეკლესიაში შიგნით არეულობას. განა უფალმა არ იცოდა ჩემო ხალხო რომ ერთი ეშმაკისეული იყო. აქ ხდება ერთი რომ აღთმახსრულდა
თუ ერთი გამწვენოყოფა წინასამეტყველება იყო ასე ბოლო ჯამ წერია როცა ანტიქრისტეს გამოჩნდა ბევრი სამხედრო დასი მის ხარეს გადავა და წინასამეტყველობაცა როდის მოხდება საქართველოს განწმენდა ეს ღმერთმა იცის და ამიტომ ღმერთმა რო იცის ყველაზე ახლოს იცის აი ამ ხალხმა და ამიტომ ისინი ცდილობენ რომ შფოთი და არეულობა არ მოხდეს რომ ჩვენ მის შვილებს გვიფრთხილდებიან დედა ეკლესიაში შფოთი და არეულობა არ მინდო რომ მადლობა ღმერთს, მადლობა ღვთისმშობელ დედას და წმინდანებს და აი ჩვენი ბრძენი ადამიანთა ხელით, რომელიც ეს ყველაფერი ხდება, რომ საბერძნეთში 3 სინოდია. 100 არის განყოფა ხო ხედა უკრაინაში რანაირი რამე მოხდა ის. და ეს რომ არ დატრიალებ, რომელიც აგვისტოს ომში უნდათ, მე მომისმენია, აი ზოგერთი მავანებისაგან, რომ ისინი როგორ ემზადებოდნენ აგვისტოს ომში, რომ ეს უკრაინის წინა პერიოდი რაც ახლა იქ ხდება, ეს რომ უნდათ საქართველოს შემოვიტანოთ. და თავიანთი ვითომაც პატრიარქ ტერს არ უსურებ ისეთი რამე რომ ვითომ პატრიარქს მოკლავდნენ გადააყენებდნენ ასე რა ვერ მოესწრებ და ვერც მოესწრენ ეგენი და ვერც მოესწრებიან ამას მაგრამ ეს ვინ გადაარჩინა ჩემო ხალხო ხო ხედავ რას გეუბნება წმინდანები სიყვარული გადაარჩენს მხოლოდ ადამიანს სიზღი კი არა ჩვენ კიდევ გეუბნები რაც ჩვენ უკვე პროცესში მივდივართ ესაა პოლიტიკური სიმახინჯე ესაა იმ პოლიტიკური სიმახინჯე გამოწვეული ზიზღი რომ ადამიანი არ უყვარს და პოლიტიკური მოსავი ჭამენ ერთმანეთს და ეკლესია თლა დავიწყებ ეს არის რა იცი დონკი ხოდობია ეს როგორ შეგიძლია შენ ძმას ებრძოლო მე მახსოვს ერთხელ აი ზვიადისობის პერიოდში იგი რო იყო მოვიდნენ იმაში რა ქვია ავტობუსი და იმისი ურალი და იმგენი მოდი ხარების ეკლესიაში და იქ ვიყავი კაცო და შევხედე ერთ-ერთ ნაცნობი ჭის ტიხაროსანი და გავხედე ავტომატი არ უკავი ხელ სად მიდიხარ მეთქი და საბრძოლოდ მიდივართო სამეგრელოშიო ვის ებრძვით მეთქი? შენ ტვინი გაგვიჭო თავში მეთქი? თუ როგორ შეგიძლია შენ ძმას ესროლო რაღაც იმის გამო ანის დაждდეს, გამწი ანის დაждდეს, გამზე მეთქი. ეს როგორ შეიძლება? ესაა ჩვენი ტრაგედია ჩემო ხალხო. ვაი იმას ვინც ამ პროცესებში მონაწილეობა გინდა იმხარემ, გინდა ამხარემ. ეს პატარამი კი არა. და ეს მოიტანა პოლიტიკურმა სიმახინჯემ ჩემო ხალხო. ამიტომ არისო ჩვენ არავითარ შემთხვევაში უნდა გავეკაროთ. პოლიტიკურ იმედო რომ მე მაგალითად იმ პარტიაშიდაც და თუნდაც ამ პარტიაში ავსწავლ მეგობრები შემევლოთ ჩემი თავი იმდეს მაგრამ ახლა იმგეს რომ ისე ესმის თათ არნიშნავს როგორ გეკად როგორ მოვიძულო ესენი მე პირიქით მაგრამ ჩვენ უნდა აჩვენო მართლმადიდებლობა რა არის და ჩვენ უნდა ვეცადოთ ის მეორე გზა რაც ღმერთმა ჩვენ მოგცა მონარქიული გზა რაც რეალობა არის რაც ერის ერთადერთი სწორი მიმართულების და გადამჩენია სადაც არ იქნება ის ჭიდილი, სადაც არ იქნება ეს არჩევნები და მილიონი გაყალბების და მილიონი თანხების ტყვილა ჰაერში ყრა. მარტო თითო არჩევნები რო ნახოთ, მისი ბიულეტენი და მისი ვიღაცების მოწყვეტა, მის რაღაცებს რაც ფული იხარჯება, ჩემო ხალხო, ის რომ მოხმარდეს ჩვენ ეკონომიკას და ჩვენ პროცესებს, სხვა იმას. საქართველოს ამ პროცესში არ ვიქნებოდა. ეს არ მოხდება იმ დროს. იქ გეცოდინება, რომ არის ეს ადამიანი და იმას ეცოდინება, რომ ის არის მისი ოჯახი, მისი სამშობლო. და ღვთივკურთხეული. ამაზე დიდი რა. სოლომო მეფეს იგი მოგინარეო ერთი კაცი ვერ ნახე იმერეთშიო. სოლომო მეორეზეა საუბარი მის ისტორიაში რო ნახო. ასეთები იყვნენ იმერლები მაგალითად. მარტო იმერლები კი არ იყო ჩემო ხალხო ასე. რომ ქართულ ადამიანს უყვარდათ მეფე. მეფის გულიც და თავსდებდა, იმიტომ რომ მეფეც თავსდებდა მათ გულიც. ამიტომ ყავდას ამდენი მოწამეები. აი ამ კი ორი მხარეცა რაღაც მაგრამ ძირითადი ხალხი ეს ღვთისგან ბოძებული. ხო და ამიტომ არის რომ ამას აქვს მნიშვნელობა რომ ჩვენ არამზარამ შეიძლება ჩემო ხალხო რომ ჩვენ აი დავიწყო ჯერ ერთი რამე არის რომ ესეც არ არის ჩვენ ჯერ ერთი ღმერთმა დავგიფარო ჩემო ხალხო რომ თქვათ რომ ეს ბევრი თავრას ღმერთი და გამოაჩენს ეს სიტუაცია ვინ რა ვის როგორ ყავს იმიტომ რომ მე აი გუშინ ხანდაგება ქონდა ჩვენ და იმაზე გითხარით ყოველთვის უნდა ვისწავლოთ ერთი რამ ჯერ როგორც არამზარამც არ არის მიზან შეწონილო შვილმა მამის პროცესებზე ისაუბროს ახლა ჩვენ ზოგადად საუბრობთ დაუშვათ რომელსაც არ მოწონს მეთმა მე შეიძლება ამ მომენტში არ მოწონს მაგრამ მეთმა დამილოსოს მიგენს თავი ხო გამგით იმიტომ რომ ჩვენ მაინც არა გამართლება რომ ჩვენ რომელიმე აგინა ღვთისმთავარი იქნება ღვთელი იმიტომ ეს უნდა ეშმაკმა რომ ეს შემოიტანოს ეკლესია მაგრამ ნურას უკაცრავად იმიტომ რომ ღმერთმა დაიფაროს ყველა ამას შედარებას მაგრამ იმ წლის ღვთისმთავარი იყო კაიაფა მაგრამ სულიწმინდა გადმოვიდა არ გასწორდა ცოტა სხვა უნჯობესი ერთი დაიყო ვიდრე სულ წარიწმინდოს გასწორდა და ამიტომ არის რომ სანამდე არის ეს ჩვენ გმართებს ერთი რამე
მხოლოდ დავდგეთ იქ როგორც მარკოზ ეფესელი იყო. როგორც დიდი მამები იყვნენ, აი ისტორიებში რო ვნახავ სხვაგან. აი ესეთი ადამიანი რომელიც დედა ეკლესიის და მის საქმეს უნდა შეხედო. როგორც მინდა სახარება რას გვეუბნება ხო გასვოთ ხელი. უფალთა რო გაუშვა იონათლისევლმა თავის მოწაფეები, ნახე რას ეუბნება. და უთხარი თქვენ ნახართო, ქანა ივანე მარიცოდა, ივანემ როგორ არის ეგარ დამოიცოდა რომ რომელიც აი ნათლისღების დროს გამოაჩენსო, ესე გამოაჩიდებო სულიწმის მადლით, რომელსაც ტრევის სახით ესე იგი სულიწმინდა გადმოვიდა. ის არისო მესიო. და ივანე მიცოდა, მაგრამ მოწაფეებს და ჩვენ გვასწავლის წმინდა წერილი. რომ როგორ უნდა ვიწამოთ ჩვენ ღვთიური გზა, როგორ უნდა მივყვე მათ, რა სადაა ჭეშმარიტება. და უფალდა რომ მივიდა, უფალმა რა უთხრა, მე ვარო, ან არა, უფალმა დაიწყო იმის აღსრულება, რაც მესიაზე ეწერა, რაც ღმერთს ძალობს. კეთროვანი გასმენდა. მადასა ყარი აღაღენა 1000 სასწაულები მოიმოქმედა, იმის შემდეგ შემოbrunდა უთხრა მათ ნეტარ არიან, რომელიც არ შეცდებიან ჩემშივ. ამიტომ ჩვენ იმიტომ გვაქვს თვალები, იმიტომ გვაქვს ორი და ამიტომ გვაქვს გონება, რომ რო შეხედავ თეთრზე, თეთრი უნდა თქვა და შავზე შავი და უნდა შეხედო ვის უყვარს ნამდვილად დედა ეკლესია და ვის უყვარს სამშობლო და ვის უყვარს თუნდაც შენი პატრიარქი და ყოველი. ხო გაქვს შენ აზროვნების უნდა, ხო გაქვს გული. შეხედე და იქ შეკრიბე შენი საუნჯე კაცო. 30 ვერცხლის გამოგია უნდა გაყიდო შენ საქართველო კაცო. გამიგე თუ არა მე მინახავს ისეთ საზოგადოება რომელიც ვიცომდა ძალიან უყვარს პატრიარქი და რაღაც და საქმეს რო შეხედა ვაკეთება სულ სხვა რამეს. გამიგეთ? ასე რა საქმეებს შეხედეთ. თუ როგორ უყვართ დაუშვათ. აი მე მინახავს მაგალითად მუდელმთავარი როდესაც პატრიარქი ტელევიზიით რო დაუნახა წამომდგარა ფეხზე და პირველ გამოუწერია და დამლოცე თქვენ უწმინდესობო. მინახავს მისდამი მოგრძალება, მინახავს მისდამი სიყვარული. და ის ქმედებები, რასაც თუნდაც დღეს ნამდვილი ჭეშმარიტი მღვდელმთავრები აკეთებენ და რომელიც ზიზღიავთ, ესენი თანაუდგებიან პატრიარქს იმ სიმძიმეში და ტვირთში, რასაც საქართველოს საჭედყორობელს აი ადვია ბეჭებზე. ამაში ეხმარებიან ესენი. ესენი იღებენ ზოგიერთ იმ ისარს და იმ ლანძღვაგინებაზე, იმ არაკეთილ სულს, რომელიც მიმართულია ერთი პიროვნების მიმართ თავის თავზე. და ასეთი ვაჟკაცები არ უნდა გიყვარდეთ კაცო. ასეთი ვაჟკაცები გიყვარდეს კი არა მოციქულზე რა წერია ეცი მოციქულებზე ასეთი მათი ნატერ ფალს უნდა კოცნიდე, მათი დოიტყვინ ფეხ დანაბანი წყალი უნდა გენატრებოდეს კაცო. მე არ დამავიწყება არასდროს მე უფრენ თქვა ერთხელო პატრიარქმა ხელი რო გაგარტყასო. მადლობა უნდა უთხრა ღმერთს რომ მაგის ღირსი გავხდეო. აი სიყვარულია ყველაზე დიდი და ეს გადაგორჩება. ამიტომ ჩვენ ერთი რამეა, შემოძალსა რომ ჩვენ უნდა ვეცადოთ ერთი რამე, რაც მე მევალება ის უნდა გავაკეთო. შენ რაც გევალება შენ ის უნდა გააკეთო ქრისტეში. რაც მღვდელმთავარს ის იმას გააკეთე და რაც პატრიარქის და ამ ეკლესიის განწმენდა თუ არ განწმენდაშია, ის როცა მოვა დრო, ის თვითონ გამომზე ისე რომ არ ევნოს დედა ეკლესიას და სამშობლოს. ამიტომ ეს წერია და მოხდება იმ დროს, როდესაც თვითონ მასონისტები მოიქცევიან. მანამდე ამის პროცესი არ მოხდება. მოგამიგე? და არც არის სწორი. კარგი, რამე შეკითხვები ხომ არ აქვთ? ისე უცხოში და ლოგოთითა და მარხით განდიონება ეშმაკი. რაუნდები. აი მე მაგალითად პირადად ასე მივაყენე. ტაძარში გავაჭრო სამში. ლოცვის დროს გენება მეფანტება და ვებწვი ამას როგორმე ირმუშკელა ნახე რა ხდება? ლოცვითა და მარხვით განიდებნება ეშმაკი. ეს ნიშნავს სწორედ ჩვენ ლოცვაში და მარხვაში უდგებით საქმეს და ჩვენ ლოცულობთ. ხშირად არის ასეთი რამე რომ შენ როცა ლოცულობ და ლოცულობ თუნდაც ის როგორ ჩვენ ახლა ვთქვით აი უკრაინაზე ახლა ხედავთ ლოცვის შედეგი როგორი მოხდა ჩვენთან. როცა გაუჭიდა აგერ უჩას ოჯახს, როცა გაუჭიდა მეორეს მოხდა სასწაული ერთობრივი ლოცვით. უწმინდესა მისვლი და ყველაფერი მოხდა რომ მკვდარი გაცოცხლდა. რეალური სასწაული მოხდა. ბავშვი ასეთი რამე ესე რა შეუძლია ლოცვას. და ამიტომ რომ ეს რო პროცესი რო ხდება თქვენი ლოცვით რომელიც თქვენია საერთოდ თუნდაც შენ ძმაზე უშუალოდ არ გასწავს, როგორც კი მოხსენება დავიწყე შენი ძმა ხო დაკარგული ძმა რამდენი წელიწად დაკარგული იყო? 18 წელიწად დაკარგული ძმა მე თვითონ გამოჩა რა ჩვენ წირვა ლოცვაზე მაგის მოხსენება დავიწყეთ რაღაც შინაგანი მომეცვა და შენი ძმა უნდა დავიწყოთ მოხსენება მეთქი. და ბარძიმში დავიწყეთ ამის როგორც დაკარგული, როგორც ის და წარმოიდგინე
აი არ არის ასაული გამოგიჩნდა და ამიტომ რა ხდება შენ რო გამოჩნდა და შენ რო მონაწილეობა მიიღე ჩემო კარგო და ჩვენ რო მონაწილეობა ისე შმაგმა ხო გასულედა იქ ისე შმაგი მოდი შენთან საბრძოლველად იმის სანაცვლოდ და ამ დროს გეწყება შენ რაღაც ბრძოლები მაგრამ ურთიერთ სიმძიმე იტვირთი არ წერია კაცო ჰა ახლა რო არ იწირებდეს მაშინ მონები წარტაცებულია სხვაგან მომისმინე გეტყვით ახლა ერთ-ერთ მამასთან მივიდნენ მასე და მამაო რა ვქნაო ლოცულობო მეო ლოცულობო და ქონება მეფანტება და ამშვილეს არაფელო და ამან არაფელი არ უთხრა წადიო შვილო და შენი კალათი მომიტანეო იმიტომ რომ შრომიდან რომ მოდიოდნენ კარტოფილი სავსე ქონდა ესე იგი კალათი ხო და გადაყარა ეს კალათი და მიუტანა და ნახა რომ დასრულია ახლა კალათი წადიო ახლა და ჭიდან ამეღე წყალი და მომიტანეო ასხე შინით და მომიტანეო წავიდა ახლა ეს კალათი დასრული კალათი მიიტანა ასხამს ბიჭო გადის ასხამს მაგრამ ახლა მოძღვარმა რო თქვა ადგა ამოიღო რამოდენ ასხა და ბოლოს რო დაიღალა მიიტანა ეს კალათი და მამაო რა ვქნაო კი ვასხამარაო თქვენ გურთხევას ვასწრო მაგრამ წყალი ვერ გავაჩერეო ანახე კალათიო აჩვენა კალათი და გაიწმინდა უჭუჭყი არისო ხო არა ესე იგი მართალია შეიძლება ვერ შეიკავეო მაგრამ გაგასუფთა ამიტომ ნუ გეშინია სასო არ უნდა წარეკვეთო მოგამიგე ლოცვა მაგრამ ეს გვემართება ირმა ჩვენ რაღაც პროცესების გამო და ეს უნდა გამოიძიო ეს უნდა გამოიძიო მოძღვართან ერთად რაიტომ ეშვება ეს ამას 1000 მიზეზები აქვს ზოგი ამ პარტავნებისგან ზოგი არასორი ხედვი ზოგი ირმა 50 ფსალმუნი როგორი გული უნდა ღმერთს შემოსრული დამდაბლებული ღმერთმა არ შეურაცხყოს ეს ყოველთვის არ დგება აი ამას ირმა მაგი დგება მხოლოდ წმინდანების ხვედრია შემოკარგო მაგას მუშაკობა უნდა მაგი რო უცბად ხდებოდეს ყველა წმინდანები ვიქნებით იძულებით არ სასופეულიცათა ვინც აიძულოს იმან წარიტაცო სერია ამიტომ მარისო შენ სასოკი არ უნდა წარიკვეთო კაცო შენ უნდა ეცადო იმიტომ რომ ჩვენ თუ გვინდა რომ აი წმინდანები აი მე მახსოვს მაგალითად ხიბლი აი როგორ მემართებოდა და ახლაც აი მაშინ ვარ მაგრამ ხიბლი წავიკითხავდი მაგალითად მეუდაბნო მამების ხოლოს მეუდაბნობა მინდოდა წავიკითხავ სალოსობა მინდოდა მაგრამ მასე კი არა მათ საქმეებს უნდა შეხედო იმგენმა რა პროცესში განვედა მოვიდნენ აქ ახლა წარმოვიდგინეთ ჩვენ რაც არ უნდა ვთქვათ ჩვენ ადამიანების კი არ სულელდება ეშმაგი და დაუშვა ჩვენ არ დაბალი ისეთ მთავრებს რომელსაც საქმე და სიტყვა ერთი აქვთ და უზარმაზარი სიკეთები აქვთ ნაკეთები და ერისქომაგები არიან და მათი სიტყვა ცეცხლოვანია ჯვასედების ეშინია ეშმაგებს და ამიტომ ყეფენ კაცო წმინდა იოანე ღვთისმეტყველმა უბრალო წერილი რო გააგზანა ეშმაკისეულთან ვერ გაუძლო წერილს და განიკვეთა გავარდა ეშმაკისეული განიფუნა მე ის სიტყვა რო უთხრა კერაფელი მოხდება იკაცო იმიტომ რომ კიდო გეუბნებით შემოსაყვარელო რომ ასეთი ადამიანების როგორც მთელი ცხოვრება ჯვარცმულია როგორც ჩვენი პატრიარქი როგორც ჯვარცმული მღვდელმთავრები ყვა ჩვენი მეუფიქრებად რომ ასეთების ეშინია და ასეთების ფრთხიან ეგენი აი თვით მოციქულები თეორიებია უცხო მასწავლე ლოცვა და ასე მგონია რომ ჩვენი ლოცვა განსხვავებულია იმ ლოცვასთან დაკავშირებით რაც ირმა ლოცვას ასწავლის ადამიანს კიდო გეუბნები როგორა იცი თუ კი ღვინო ჩაასხამ ჩემო ტკბილს ჩაასხამ ფოცაში ის უცბად ღვინო ხარ გამოს იმას თავისი დუღილი მოყო თავის ლექი უნდა მოაშო თავის პროცესი მოდი ისე როგორც 9 თვე უნდა შვილის შობას ხო და 9 თვე ხორცელი შობადობა ჭირდება რამდენი დაჭირდება სულიერ შობადობას ეს უცბად კი არ უნდა ეცადო რომ მიღწევადი ეს უცბადი არა ეს შენი შინაგანი მდგომარეობიდან გამომდინარეა ირმა როგორც მოიცლი ისე მოგეცლებ როგორც აკაკუნი ისე გაგეღება შენ რა სადაც რეკავ ხო ასე რომ შენი გონება საწარმართავ ძირითადად შენ ახლა როგორ გემართება ჩვენ ესეც გვინდა ხშირად ისიც გვინდა არ გამოძ მე არეულ აჯამსამდელია ამიტომ ჩვენი შინაგანი მდგომარეობიდან არის ეს პროცესი ხო ამ შეკითხვის შესახებ რაც ვისაუბრეთ ხوارების გავჩამე შეკითხვა პასუხებით რაც რამდენად გამომივა როდესაც ესე ტაძარში პეტრე პავლე შეყავ იგივე და ახლობით დაემართა და იკითხა ქალბატონმა და ესეთი თქო როდესაც აღსარებაზე მედიხარ ან გინდა ლოცვის პირველი მოწყალებისა მოწყალესი 50-ს არ მიწაკითხა და მე მოწყალებისა კარგაგდებ თიშობელო რომ აი დაგეუფლოს ის განწყობა რომ შენ განეცხოდა აირიდო ეშმაკევ და ალბათ ესეც შემოსაყოლო ადამიანო მაგი ახლა იმ მოძღვარმა რაც უთხრა შეიძლება იმ ადამიანს შეესატყვისებოდეს სხვანაირად აი უბრალოდ მეც გეტყვი მოტოველოვი იყო ასეთი სერაფისაროლის ერთ-ერთი უსაყვარლესი მოწაფე და გონებაში დაიწყო გაფიქრება აი მე ვეზიარებ მე ასეთი და რას დამაკლებს ეშმაკიო
ესე იგი რას ვიყო? ყველაზე პირველი საშიში არის ადამიანის თვით დააჯერება და თავის წარმოდგენა. და მე ნახეთ მიცხოვრებაში რამოდენიმე წლები იტანჯებოდა და ისიც სერაფიმ საროველს ლოცვით გადარჩა ის. ვინ არისო გონიერი მეფე, როდესაც სხვა მეფე მოდისო საბრძოლო ჭკვიანი მეფე დაფიქრდება განსაზღვროს მიზნებს და მე შეერკევ თუ ვერ შეერკევ მოერევო დაზავდებაო. ნახე რაზე საუბარი? ამიტომ არისო ჩვენ უნდა ვეცადოთ რომ შენ ძალებს კარგად შეხედო. როცა ადამიანი თავის ძალებს ვერ ხედავს და თვით წარმოდგენები აქვს რაღაცა. ამიტომ მემართება ეს გონება არეულობა და ათას რაღაცეები. ადამიანი როდესაც შეხედავს რომ ის გლახაკია და ვერ აიხო ხედავს სახარებაში რა ეწერა. კაცთან შეუძლებელი ღვთისგან შესაძლებელია ყველაფერი. ესე შენ რომ მიხვდები რომ შენ არაფერი ძალუც არ შეგიძლია ღერითმა გაათეთრო და გააშავო. და შენ იმ დონეზე რომ მიხვალო შენ ნამდვილად უსუსური ხარ და მატლ ვარ, ნაცარ ვარ, უფალ და არაფერი შემიძლია. მე მიხვდები, ჩვენ რატო გემართება ხანდახან ესა თუ ის ცოდვებში ვარდები ჩვენ. მით უმეტეს სამყოლოდასი. რაღაც ცოდვები ისეთ რომელიც შეიძლება ერისკაც მოგ გული გერგეროს გონებაში მინარე ანზე მოვიდეს, მაგრამ ჩვენი ამპარტავნობიდან ხდება ჩემოკარგო და ეს არის ის ნეხვი მამები ამბობენ, რომელიც შემოდის და შემოაქვს შენ აპარტავნობას, მაგრამ გონიერება უნდა მართებდეს მე ადამიანს, რომ ეს სინანული დაწვა ეს ნახი და მე ნაყოფიერ პროცესში გამოიყენო და ისევ როგორც ნეხვიო დამწვარიო შეაქვს ბოსტანშიო და ანოყირებს ნიადაგსო, ასე უნდა მოხდეს შენ პირადად, რომ აი ამ ცოდვის გახსენებამ და შენ მას იგლახაკემ შენში თამდაბლობა უნდა შევას. ხო და პირველი არის სწორი განჯის უნარი, ყველა ლოცვაზე დიდი. ყველა ქველმექმედებაზე და დიდი. იცოდეთ, არის სწორი განჯის უნარი და სწორი განჯის უნარი იწყება შენი თავის ჭვრეტით. ეს არის ფიქრობთ ისეთი დღე და ღამე რო იკითხოთ სახარება. დღე და ღამე რო დადგეთ ერი ლოცვით მარტო. ნუ რას უკაცრავა, თუ შენი თავის ხედვით, შენი ცოდვა მადლი განკითხვით. და პირიქით, თუ გინდა ცხონება, აი მე ხო გასვოთ ერთხელ მოგიყევით. რომ გინდა ცხონდეო, როგორ მითხრა მამა, რომ მაშინო, რაო? ნუ განიკითხავ იმესო. მარტო განიკითხე შენი თავი. მე რომ ახსენდება, ჩემი მალ ხანდახ რო ბევრი რამე რაც უფრო მეტად ჩემი თავი განმიკითხავს, მე მიგოძნია სიმსუბუქე იმისა და რაც უფრო მეტად გიტირია ადამიანი, შენი ცოდვა და არ გიტირიათ როდეს მე, თქვენი ცოდვა როგორ შინაგანი აი რაღაც სასწაულობა გიგრძნიათ. რაც უფრო მეტად შენ ცოდვებს განიცდი. აი მე გეტყვით ასეთ რამეს, თუნდაც რა არის ეს ცოდვა მაგ. ერთხელ პატარა ცოდვა ჩავიდინე, მაგრამ ჰარლალონოზე ვიყავი. რომ მივედი მეუფეცან არ დაგინახო, მეორე გამა და ჯვარს ახსნი მწუჩიო. და მე გადის რო და სხვა ცოდვა შევარდი რაღაცა და მართლა ვიტირე დავარდი ეს რა გავაკეთე ეს უღირსი რაღაც ეს და რომ მივედი მეუფეცან მოვიდა ჩამეხუთა მომეფერა. ნუ გაშინია შვილო, ყველა ადამიანი და მე დაუკვდი, აქ ასე მოხდა, უფრო დიდი რომ მაგრამ რა იყო? იქ პატარა ცოდვათ არ მივიხე მე. და გავთავხებდი. და ამ თავხედობას მოყვა განრისხება სული წმინდა, რომელიც გამოიხატა ჩემი მოძღვრის ბაგეებით. და იქ როდესაც მე დიდი ცოდვა, მაგრამ შევინანე და გული შემოსული შემექნა. და უღირსე რომ თავს ვერ წვედი მოძღვართან მივედი, მამამ ჩამიკრა, იმიტომ რომ სული წმინდამ გაულბო გული მას. გამიგეთ რაზეა საუბარი. ამიტომ როცა გული შემოსული გვაქვს ჩვენ, მაშინ მივხვდები, შენ ახლა მეორე, აი თუნდაც ამ ქადაგებებზე და იმ გეზრასაც საუბრობდით. შენ ადამიანი როცა ეკლესიაში მიდიხარ, შენ ადამიანი როდესაც ზოგეს რაგონი ეცი სახარება თუ წაიკითხა რაღაცა პატარა ვითომდაც ამან იცის მოძღვარზე მეტი, ამან იცის იმაზე მეტი. შენ ადამიანი როდესაც მიდიხარ ეკლესიაში და ცდილობ რომ იქიდან რამე წაიღო და თელი გაწამაწე ესე იგი თელი გულის ყურით ხარ და არ მოიცლი არაფერს სხვაზე მხოლოდ უცმენ წმირება ლოცვას და მოძღვრის ბაგებს, ღმერთი გაგაფუებს და აფუებულს გამდიდრებულს გაგიყვანს სახში. ასე რომ მოძღვარმა პირიქით ასე უნდა იცოდე რომ მას მისი მღვდელმთავარი რომ არა, მას არაფერი არ ეშველება. და ასე მღვდელმთავარი და შენ თუ გონია ან მოძღვარს მე ჩემ მღვდელმთავარზე მეტი ვიცი, ამ პატრიარქზე, ეს იწყებს განკითხვას. შენ თუ იცი რომ და თან არის სუდი. აი, ზუსტად უწმინდეს ქონდა ეპისტოლეში თუ გახსოვთ თქვენ, რომ ჩვენ მოსმენის კულტურა არ აქვს. ჩვენ ემისი კი არ აქვს, რომ შეიძლება ადამიანს სხვა აზრი გამოხატოს და თუ გამოხატო, მაშინ უნდა გავხოდოთ ის ორჯონიკიძე, ეს უნდა გავხოდოთ ვიღაცა. ესე იგი შენ ძმას
შენ უსაყვარლეს ადამიანს და რომელსაც იმ დროს პირიქით ფეხები უნდა დაბანო, იმის გამო რომ ღმერთმა ესეთი გაგებსა რომ მოეფერო ჩაიხუტო ახლა ფეხები ჩვენ უნდა ბანოთ. ჩვენ პირადესა შემევლო ჩვენი თავი მგეს. ხო გული გედგინება კაცო. მე ვალდებული ვარ ჩემ მამას არ გაგალანძღებ. მე შეიძლება მეორეოს უპირიქით მამა, მაგრამ იმაზე არა. ამ ჭეშმარიტებაზე ჩვენ უნდა თუ არ თქვი, შენ უფრო მეტი მლიქვნელი იქნებ. იმიტომ რომ როცა მოხდა უნიატობა და აი ზუსტად მარკოს ეფესელი რო თქვი ჩვენ. ერთადერთი მღვდელმთავარ და იმ ერთადერთი მღვდელმთავარის გარშემო შეიკრიბა თელი ბერძნები და იმან გადაარჩინა ერი. და როცა მლიქვნელობას მიეცა, ქეთს დაიღუპენ და დაეცა კონსტანტინოპოლი. სხვა რამე კი არ მინდა სიბოროტება. კარგი, მეთმა დაავლოსოთ, მეთმა გაგაძლევო და რამე შეკითხები ხომ არა გაქვთ კიდევ? კარგი აბა.